მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი არხი, მე ვარ ვახო და ეს არის საქართველოს გეიმერების სივრცეში, სტრატეგიული გეიმერების სივრცეში პირველი ტოტალვარის პროფესიონალური სათამაშო პლატფორმა. ვინც ნახავთ ახალი გამომწერები, ახალი მნახველები, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ არხზე. ძველებს ღმერთმა გაგიმარჯვოთ, შეგეწიოთ მარსი, არესი, იუპიტერი, ყველა წარმართი ანტიკური სამყაროს ღმერთი ერთად და ახალიც ძველიც უყოდა ერთად და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და ყველაფერს კარგს. დაძაბული საომარი ბატალიების შემდეგ, რომელიც უკვე წინა სერიაში ჩვენ შევამთავრეთ, აქ მოხდა შესაბამისად რა. თითქმის ავიღეთ პროვინცია აზია და ეხლა აქ არის ძალიან საინტერესო რაღაც აქ ჩვენ გვიწევს რაღაცა ცოტათი რთული გადაწყვეტილების მიღება. რამდენი აგორა ავაშენოს თუ საერთოდ გარდაგვქნათ ეს ტერიტორია მთლიანად გასამხედროებულ სტრუქტურად. მე ვთვლი რომ მთლიანად რამდენადაც არ უნდა გაგვიჭირდეს, კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამისგან მთლიანად გასამხედროებული, იმიტომ რომ აგერ 4 სლოტი მაქვს გახსნილი. როდესაც მაქვს 4 სლოტი გახსნილი, შეიძლება ითქვას რომ პროვინციაში ჩვენ ვერ შეგვეშლება უბრალოდ ხელი და არ შეგვეშლება რომ მთლიანად სამხედრო პროვინციად გარდაგვხნას და მთლიანად სამხედრო პროვინციად გარდაქმნულია ეს ცენტრალური ტერიტორია, იქნება შესანიშნავი დასაყრდენი, შემდგომ უკვე ძლიერი არმიების შეკრებით აღმოსავლეთისკენ საკმაოდ ძლიერი ლაშქრობისკენ. ნუ ვისაც თამაშის თავი აქვს და ტრაკი აქვს, რა სირთულეზეც არ უნდა იყოს, ამის გარეშე შეიძლება უბრალოდ აი ესეთი არმიებით, როგორც მე ვთამაშობ, შეკრებილი იყოს, გააგრძელოს ხოლმე თავისი სადაშო კამპანია, მაგრამ მე მაქვს ხოლმე ამისი მუღამი და ინტერესების გულისთვის ჩვენ შეგვიძლია რომ აი აქ ხო აქ ერთი საერთეული შევკრიბოთ და მოკლედ აქ ეხლა დღეს დაგანახებთ უკვე თქვენ სულ ყველას აი ეს როგორ გარდაიქმნება სამხედრო პროვინციად, აი ეს ნაწილი. შესაბამისად ჯერჯერობით აი ტაძრებსაც თუ ავაშენებ, აგერ მაგალითად არესის ტაძარს ომის ღმერთისას, რომელიც მომცემს საომარ სულისკვეთებებს ერთეულებისთვის, გარნიზონებისთვის და ემისთვის. ჯერჯერობით ესენი უნდა მოვშალოთ. მოდი მოვშალოთ ესენი რა. ეს ვილები. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ისინი. აქ უნდა ავაშენო კაზარმები და ბარაკები, სამხედრო ბარაკები და სამხედრო ისინი. და მოკლედ კიდევ რა ხდება? ფული გვაქვს 1834 მიმდინარე ხაზინაში და ხო, აი აქ კიდე დავამატოთ. დავამატოთ ჰობრიტების 3 ერთეული. კიდევ აქ სიტუაციის კონტროლისთვის, როგორც წინა სერიაში ვთქვით და ნუ ფლოტის აღდგენა ხორციელდება, გრძელდება და რა ვიცი, გამოვტოვოთ ერთი ნაბიჯი კიდევ. მაგრამ მთლიანი პროვინცია რო ავიღო მაგისთვის საჭიროა დავიკავო როდოსი. როდოსის დასაკავებლად კი უნდა გამოუცხადო ომის სელევკიდებს, რომლებიც არიან ჩემი საომარი მოკავშირეები, სავაჭრო მოკავშირეები, ათასნაირი სახის დიპლომატიური ხელშეკრულებები მაქვს დადებული. და ერთი სიტყვით აი ბითინიელებმა უკანასკნელად გაიბრძოლეს ეხა.
უფრო ნაკლები დაგვაკლებო მით უკეთესი. ეს უკანასკნელი რაღაც ნაშთები, ნარჩენები თავისი არმიების ცდილობენ რომ ეს დაგარგული პოზიციები დაიბრუნოს. მაგრამ რუსს უკაცრავად. ეს დოკების აშენება დავამთავრე. მინდა რომ სიხარულით გაცნობოთ. ეხა აქ მშრალი დოკი შეგვიძლია თავისუფლად რომ გავაკეთოთ შევქმნათ. ნახსოვთ აღდგენა არმია მოახერხებოდიდან 20 ერთეული მყავ. აქ ავაშენებთ ერთს და მეორეს. და აქ თუ 4-ია, ავაშენებთ მეოთხე. და მინდორს საწუთნელ მინდორს, ანუ წვრთნებისთვის არსებულ მინდორს. და კიდევ დამჭირდება 3 ცალი იმის აშენება, სამჭედლოს აშენება, საწყის სამჭედლოს აშენება. აქ 4 თუ არა, არ ვიცი, ერთი ვნახოთ. მე შეიძლება ამის უკან აღება მომიწიოს და დანგრევა. ერთიც არ არის და არა. მაგრამ ყველა შემთხვევაში აქ ესენი უნდა დავშალო. როცა ჭირო გახდება ამ ხარის შემოსაერთებლად სელებრებსაც გამოუცხადა ომი. უბრალოდ სანამ ჯერჯერობით აღდგენას დავამთავრებ, მანამდე არაფერი არ გამოვა. მოკელადაში წესრიგი ვერ ამოხსნათ წყობში. აქ რა ხდება, ახლა კი ემატება რუსი. კუსნაბიჯებით. ამათან ომი მაქვს პერგამონდელ მიამბოხეებთან. და გამოტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი. თავაზობეროდ დაახერხებთან დავიწყოთ ომი. თქვენი არ იყოს მეც მაგრამ ვარ გაშალული აგერ ესენიც კაი დღეში არიან. არ გამოვა ეგ ამბავი ჩემო ძმაო არა. სელევკიდებს ყოველთვის საწყისი სასტარტო პოზიციები აქვთ ხოლმე ლეგენდარულად რთული, აი თუ გინდათ გავხსნი მერე და საწყის პოზიციას განახებთ ამ ფრაქციის. აღმოსავლეთში იჭრება რაღაც ძალის სადაც აღმოსავლეთ ხალხებთან ზორუასტრელ ტიპებთან და რაღაც ცეცხლთაყვანის წევრებთან აღმოსავლური კულტურის ხალხებთან
თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელის მიერ შეტანილი კულტურაა ეგ ალექსანდრე მაკედონელის დიასტოხოსების შედეგად დარჩენილი სახელმწიფო იყო იმპერიის ნარჩენი რომელიც ყველაზე ძლიერი იყო შეიძლება ითქვას ესეთი შეხედვით რომელიც მე იშლებოდა სულ მაგრამ ქონდა თავის დროზე საკმაოდ ძალა მაშინ როცა პირველი დიოდოხოსები ჯერ კიდე სოფლიოს აზანზარებდნენ და ალექსანდრე მაკედონელის ახალი გარდაცვლილი იყო ნუ ხა აღარ დაგველოდნენ და თვითონ გადმოვიდნენ შეტევაზე რადგანაც აღმოჩნდით სუპიაში ამ შემთხვევაშიც ვითამაშებ ხო ავტომატური გაქვითვით 87% და გადავწყვეტი გამარჯვება არავით არ იდანდობა მე ამბოხეებს ისევ ესე და დავკარგოთ -8 ქარიზმა არ მაინტერესებს ეხა მე ერთადერთი მაინტერესებს აქ ჯერ ესენი გავანადგურო ერთი წუთით ხო 4-ია ცხენოსნებისთვის თავდაცვისთვის ხელჩართული ბრძოლისთვის თავდაცვისთვის და შეტევისთვის და მსროლელებისთვის კი ზუსტადაც 4 და აქ დამჭირდება სამჭედლო 1 სამჭედლო 2 და სამჭედლო 3 მესამე სამჭედლოსთვის ჯერჯერობით ადგილს ვერ ვათავისუფლებთ მაშინ უნდა დავიკავო როდოსი აი ეს ადრე რო გითხარით მე რაღაც ნაწილი ქალაქებს რო გადააბარეს თქო რა ეს იმისის იქ ანუ ახალპაჩებში აქ არის ერთად და სულ ყველაფრის აშენება მიწევს ეს პროვინციაში გარდა ამისა უნდა ვიმსჯელო პროვინციაში წესრიგზეც ასე რომ მესამე როდოს თუ ავიღებ მომიწევს 2 მარსის ტაძრის აშენება აი ამ ადგილას ნამდვილად ამაზე ძლიერი პროვინცია და სრულყოფილად შეკრებილი ერთეულები აღარ მგონია რომ სადმე იყოს საერთოდ რა Ready for orders. სელეგიდე პონტო ახლა ხდება სელეგიდის გაქანებული ომი აქ თამათან მოდი დავიცადოთ მაშინ რა ნამათან ეგრე ბრძოლის ატეხვა და მე იმის დაგდება არ მგონია კარგი აზერო იყოს გავანადგუროთ აი ესე თან იმის ფონზე რო ეხა ვებძვი რა 1000 ვერას კირენაიკას ვებძვი კიდე იმათ ვებძვი ძალი მტერი მყავს გარშემო დამწყვეტი გამარჯვება და დაეშობს კერისკი ამოთი გემები და ბითინია აქცია განადგურდა ამ ყველაფრით ეხა კირენაიკა და ითქვას რომ ეს ფლოტი ასევე მიუხედავად ყველაფრისა აკეთებს საკმაოდ დიდ საქმეს
გამოსვლა ამჯერად ნიკომედიაში. We would be forever in your debt if you ordered your worthy generals to act against these ხავითოვა monsters. მათთან პროტექტორატი. არა. კაი კიდე უარი. ანუ ეს ყველაფერი აშენდა დამთავრდა. ეხლა აქ უკვე მეორე დონემდე რომ რაღაცები გამოვითარო, აქ არაფერს არ მთხოვს, არც საკვებს, არც საერთო წესრიგზე არ აქვს გავლენა, მაგრამ აი მესამე დონეზე, მეგონი სამი დონეს მეტი არ არის, ხო? მესამე დონეზე, ეს ანუ პირველი დონე, მეორე დონეზე უკვე მომთხოვს ნამდვილად. კი. მეორე დონეზეც მოითხოვს. კი ბატონო. ჯერჯერობით მაშინ ჩვენ როდოსის დაკავება შეგვიძლია რომ არ ვიჩქაროთ. ნამდვილად. Ready for battle. Ready for orders. ეს არმია ზურგიდან პერგამონიდან გადავიყვანო აქეთ და იქით გავათავისუფლო. ეს For the ტერიტორია. gods. At your command. გამომიქცნენ რებელები აღმოსავლელი ტიპები. მოდი ხა ეს ერთი ბრძოლა არ გვინდა არც ეს მაშინ გადამწყვეტი გამარჯვება 90%-იანი დანაკარგით, ისა შენარჩუნებული ძალებით და 20%-იანი დანაკარგით. On the move. Ready for battle. შევიდეთ ისევ Get ქალაქში to it, men. Any სწრაფი man who მარშით. drops out is left behind. აქ ცოტა ხანში ფული როგორც მიქნება ავაშენებ შერალდოქს, რომელსაც აქვს საერთო წესრიგზე 4-4 გავლენა. ანუ ეხლა არის +14 მაგალითად და -4 დარჩება 10, მაგრამ არმიას რო ქალაქიდან მოკლედ თუ შეტევა გვინდომება ყოველ შემთხვევაში უნდა შეუტიოთ ამ პროვინციას გასაერთიანებლად, სადაც არის ასევე ჩემი აგენტიც. ეს ბითვინია და პონტოვერტი, სიტყვით რაც ვიძახდი. და ამასიას ერთი ორნა წელში ან ორ გადატრიალებაში
დანებდება ტრაპეზუნდელების აი ამ არმიას ვინ არიან რაღაც მე სიმართლე რო გითხრათ ეგ არ მგონია ეხა ვინმე ზავის დადების ხასიათი ხო არ არის ამ ვაჭრობის ხასიათი ნახოთ Greetings to you. I trust you come with honorable words. ბრიტანეთში ისევე ესე არიან განწყობილები ამათანაც არ მგონია აი დემეტები We will gladly listen to your offers, but do not wrap them in lies. The spirits know truth. ცოტა ფული ამათ რო წავუმატვახეთ მე შეიძლება რომ წამოვიყვანო რა Greetings. Speak plainly and without idle purpose, and all will. კარგი მაშინ ესე You are welcome, although my ancestors and people expect talk with purpose and honesty. ესენი უფრო ვაჭრობით არიან და ინტერესებულები მაგრამ არც მაგით საბოლოოდ ამათ ბოლოს და ბოლოს We have need of talk. You sure? We also need good food, a warm fire. შვენიერი ფულსაც მაძლევენ ისეთი კაი ხალხი არიან ესენი მაგრამ არა 3000 აი ჩავასწოროთ მაგალითად ხელი თუ შეიძლება ესეთი რაღაც მე რამდენი მაქვს ხაზინა იყოს აი ეს ჩემი 900 მოთხოვოთ აბა ძალიან ძლიერი ისაა 900-საც წამოვინე ესე იგი ფულის დაგროვებაზე არიან ესენი ძირითადად ორიენტირებულები I am honored to receive this embassy and will listen with interest to all you have to say. ამ ყველაფრისგან გასაგებია ეს ყველაფერი. ნაბაზავებს. ან ეგვიპტეს, ან მაკედონიას. Like a civilized man, Outlander. Servants of Pharaoh, Lord of all, have no time for babble. ამათან ფულსაც წამოვიღებ. კონტრიბუცია სამხედრო. მაგალითად. მაშინ 900. ერთი წუთი. იყო 720. კი ბატონო. და აი შემეცვალა დროზე ადრე დავდი ზავი და აი ხა აურიოთ მაშინ აბა I will listen carefully to your words and then სპარტელები რა give თქმა უნდა მეუბნები არიან და არ იზამენ არაფერს I will listen carefully to your words and then give judgment. კონტოც ვარზია ბლემები რაღაც პერიფერიაში არსებული ქვეყნის დასავლიაში არსებული ფრაქცია არის დაინტერესებული რომ ჩემთან გააგრძელოს ისე ომი. ნუბიაში აფრიკის ნილოსის დასაწყისში არსებულ ტერიტორიაზე ყოფი ფრაქცია გაიგერენაიკა. Am I always to be disturbed by foreigners? არც ერთს არ უნდა სხვას. ლიგურები ესენ სულ მოვიწყდნენ. I am sure you have many pleasantries for me, but please. And ტრაპეზუნდი. Greetings in the name of Hermes. მარცამა. Speak. კი ბატონო, კარგით. შენოთ ეს
აქ ავაშენოთ ეს. კი ბატონო. გამოტოვოთ ერთი ნაბიჯი, ტექნოლოგიები. არმია ბოლომდე მორჩი, როგორც ეთყობა. ეხლა ჩვენ გვინდა ესენი გავაგრძელოთ. ესე ტაქტიკა და მე გავაგრძელოთ ეს ალყა. პროვინცია ალყა. კარგი. Put aside swords and draw the bow. ხორასნელებმა თვითონ გამომიცხადეს ომი და აკვირით აი სად არიან. Widows will win. სადაც შუა აზია, ირანის ყველაზე აღმოსავლეთი ნაწილი და დააკვირით ის. მოკლედ, დავიწყოთ და გავაგრძელოთ ამათანაც ომი. სელევკიდები მეუბნებოდნენ თხოვდნენ ხოლმე. ესე გამოვიდა თვითონ დამიწყეს ამათმა ბოლოს. კიდე ერთი გენერალი დაიბრიდა. აჰა. ეს ბრილიანტი კაცი. ომი გამოცხადდა ლიგურიას და ფრიზებს შორის. ახალი ფრაქცია საბა. გაჩნდა ახალი ქვეყანა ერთი სიტყვით. ეხა აქ ჩვენი მწირი კაპიტალით გავაგზავნოთ მეორე ეს არის ძიმე ქვეითებისთვის გაზარმებიო და აქ ავაშენოთ პერიეკების ბანაკი ესე არა და ეს ქალაქი როგორ მინდა როდოსი მჭირდება ჩემი განზრახვისთვის ჯერჯერობით პრინციპში არ შეიძლება ვიჩქაროთ Commander მოკლედ გავაგზავნოთ პონტოსთან ტრაპეზუნსა და იმასთან ომი რა არ გვიჩქარება ჯერ საერთოდ არაფერი მაგრამ სელევკიდები საკმაოდ მეტად გაძლიერდნენ სელევკიდები ძალიან გაძლიერდნენ და შეიძლება ითქვას რომ სელევკიდებთან შეიარაღებული დაპირისპირება დროის საკითხია და ფაქტიურად კარზია
რა ხდება ნახეთ უბრალოდ. ხელ იმპერია აქვს ამათ უკვე შექმნილი შეიძლება ითქვას. ნახეთ იერუსალიმს არა აქეთ ეგვიპტელები უტევენ იერუსალიმს და სპარტელები. ნუ მოკლედ შეიძლება ითქვას აქეთ ტრაპეზუნდია კიდე გაძლიერებული მესოპოტამიაში, აქ პართია, მედია, ატროპატენა, ჰარაქში, ხატრა, ედესა თანაბრად არის განაწილებული, მათ კიმერიელები არიან, ტუშფა, არმავირი, ცხეთა, გაბალა, ფაზისი, კიმერიელებსაც ყოჩახ. კიმერიელებს პატარა იმპერია აქვს შექმნილი შეიძლება ითქვას უკვე. ნუ მოკლედ ჯერჯერობით ჩვენ მაინც ხო გზა არ აქვს. უნდა ვიყოთ დაკავებული. აქ მე-4 დონემდე რატომღაც ვიცი რომ ვითარდება ასევე ეს ფლოტი, მაგრამ მე მგონი ცენტრალურ დედაქალაქში უნდა იყოს ფრაქციის. ცენტრალურ ქალაქში რომ მე-4 დონემდე ეს ფლოტი ავკაჩოთ. მოკლედ. ავაგზავნოთ რა. ავაგზავნოთ და ყველაფერს ან დავანგრევ ახლა ავაშენებ ან რაღაცას ვიზავ და რაღაცა იქ აი აქ ავაშენებ მეორე ფლოტს კიდე საერთოდ აი ამას. არა სამსაჩვენებს არა და სამი განვითარების ლოტს. საინტერესოა. მაინც დავწდი. ისე მონების გამოსვლა. Your generals might be the sons of Ares himself. კიდევ თავაზობენ რომ ახლა დავიწყო ბაქტერიასთან ომი. აი მაგის საპასუხოდ მე გავწყვეტავ ყველანაირ ხელშეკრულებას და დებულს ამასთან. ნელ-ნელა და ზუსტად 9 გადატრიალებაში 9 წელში ამ თამაშისთვის გამოგვიყვანს 9 წელში დავიწყებ უკვე სელევკიდებთან შეტაკებას. ერთი პატარა კეციანი ქალაქის გულისთვის, როდოსის გულისთვის ხედავ რა მოხდა. მე თუ მკითხავთ პროვინციული დაყოფა და პროვინციის ქოლგის ქვეშ გაერთიანება, ეს პირველ რიგში მეორე ტოტალურმა გააკეთა ესეთი რაღაც რა და სისულელია. უნდა ყოფილიყო როგორც პირველში, მაგალითად მედიევალშია, რომში ერთი ქალაქი, ერთი პროვინცია, ვსიო? მორჩა. ერთი დიდი პროვინციული ცენტრი და 3 შედარებით რაღაცა პატარა ქალაქი, ერთი პროვინცია. არის რა ვიცი სისულელეა. გიწევს მე ადამიანს ეს რაღაცების კეთება. რაც ახლა მე ვაკეთებ. კიდე ნაიკო კიდე აიყვანა ბლოკადაზე იარაფიტას ეს პორტები, ჩემი საზღვაო გასასვლელი გამოსასვლელები. პელაში ისე უწესრიგობა. სელევკიდებთან საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენი. ისინი. Greetings, friend. Greetings. As you wish. ვერ გაუგიოთ ეს რა ხდება, მაგრამ კართაგენი გამოჩნდა, სამაგიეროდ კართაგენს ის ქნათ. დაუგდოთ. Speak, friend, and I will share your words with the people of Carthage. ამათ საერთოდ არ უნდათ.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. Greetings, friend. We will speak together of whatever you wish, but bring words that can warm our hearts. ნუ მოკლედ დანარჩენი. ეხლა უკვე იარაღის ძალით უნდა გავაერთიანო ყველა და ყველაფერი. მაინც და მაინც აღარ მგონია რომ ეს დამჭირდეს. ესეთი ისინი რა. აქ ავაშენოთ ეს და მე ამებს დავამატებ კიდე. რა ხდება ისე მონები. ამის აშენებაც უკვე შემიძლია. და აი აქ ამებზე ვიძახთ ეს სამჭედლოები 2 და საუბარი მანქანის ალყო მანქანების ის კიდევ ერთი. მესამის აშენებაც ჭირდება აქ და ამნაირის აი აქ უკვე როდოში ალბათ. მოკლედ ეხლა ნელ საქმესაც მივხედოთ. ჩვენი არმიები დავძრათ, აი ისევ ესენი არიან. და რა ხდება 6 გადაბიჯება. არ ვიცი რამდენი ხანი აპირებენ ესეთ გუმას აქ. მოკლედ გამოტოვოთ მაშინ კიდე ერთი დაბიჯი, ცოტა მოსაწყენი შესთამაში, მაგრამ ესია რას ვიზავთ. Hermes would surely bless არ you მინდა if trade მეგობარო. between us. სპარტელებიც მას ემეფოწებოდნენ Your თავიდან. decision does not please us, but I hope your gods განაწყელებულები და იმედგაცრუებულები იყვნენ ხოლმე, მაგრამ აიც არაფერი აღარ გამოუვიდოთ მე. ესენი აშენდა. ჩემი რეპუტაცია საზოგადოებაში იზრდება. დაბალი იყო, მაგრამ მე მგონი ავკაჩავ კიდე. ეს შემილია მოვისყიდო. შენს ხარეს გადმოვიყვანო. და კიდე ეს ამ შემთხვევაში 30% ჩამომივიდა
ხალხის ის მხარდაჭერა. მაგრამ სამაგიეროდ ყველა გენერალი ეხლა ჩემ პარტიაშია, გენერალების გენერალიტეტის უმეტესობა. ველოდებით ისევ მოკლედ ესენი მიშლიან ხელს რა. დაარტყეს და უკან გამობრუნდნენ. Carrion birds and jackals will grow fat. გარამანტემს გამომიცხადეს ომი. Lose the taste for your rancid flesh. რაღაც დროს ნაწილი მეომარი ხარეები შევამცირე, მაგრამ ისე მე იზრდება. Ცხრა კიდე დაეცა. არაფერი. მე ვფიქრობ, რომ არაფერი რა ვიცი. საინტერესო რამეა. ასაშენებელი ჯერ კიდევ ბევრია. მოკეთ ახლა უნდა ვქნათ ერთი რაღაც რა. ჩვენ პოლიტიკურ რეპუტაციას მივაფუძნებთ. რაც შეიძლება სწრაფად დავარტყათ სელევკიდებს ყოველგვარი შელამაზებების გარეშე. აგერ ხო არის ჩემი საიმედოობა უმციკლო ასე ვთქვათ. აი ხა უყურეთ. აი ამის მერე ჩემთან დიპლომატიური წიაღსვლებით საერთო ენის გამოძებნა იქნება ძალიან რთული. რამ არა უჭირს. ხალხ ჩვენ გვინდა მზვერავები და აგენტების ძალიან დიდი ნაწილი. თორე დავინახოთ აი აქ დაფარულ ადგილებში რა ხდება. და დანარჩენი უბრალოდ უნდა დავძრათ ახლა ჩვენი არმიის ძალიან დიდი ნაწილი, ამათაც დავარტყათ და ამათაც ორივეს. და ცოტა სასწაულების კეთებაც მომიწევს უშუალოდ ბრძოლის დროს ხოლმე. ჩამოვწიოთ კიდე გადასახადები არსად არ გვიჩქარება.
მთავარია ეხა პროვინციებში უკან ზურგში სტაბილურობა და წესრიგი. დანარჩენს რა თქმა უნდა მოევლება. Fleets reporting. Prepare for battle. Klient ჩავძირე. Drop anchor. ყოჩა. Yes. გამოტოვოთ კიდევ ერთი ნაბიჯი. ეფესოსკენ წავიდნენ, ლუკა და გაუკეთეს. და როდოსი დატოვეს, ხო? ეხა აქ რა მოხდა? ჩემ არმიას დივერსია ჩაუტარეს, ცოტა დააკლდა ყველგანის. მაგრამ როდოსი მე მგონი მაინც განწერულია. რა გარნიზონი უნდა ყავდეთ? და მოდი პირდაპირ ვიომოთ ეხა აქ რომ საკმაოდ კარგი ერთეულები მყავს, საკმაოდ მაღალპროფესიული დონის მე-6 რანგი, მე-8 რანგი, აგერ მე-9 რანგი ბოლოა მე მგონი არ თუ არ ვცდები. ხოდა რო არ დავკარგო რომელიმე და მოდი ვიბრძოლოთ. მას ასე ბრძოლა როდოსისთვის 160 წელი ჩვენ წელთაღრიცხვამდე თუ არ ვწდები. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი უპირატესობა საარტილერიო მანქანების, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ საკმაოდ მაღალი ეფექტურობით.
Все складывается в нашу пользу. უკვე ცოტა შეგვიძლია დავჩქარდეთ კიდეც. დრო მაინც აღარ არის ჩართული. ამ შემთხვევაში ემუშაოს ჩვენ სასარგებლოდ. ეს არის გენერალი. მოგეთ ეხა გაუშვათ Your command. მეშურდულეებით. ესენი ჩვენ ამგვარად შეგვიძლია ხელის გაუტოკებლად გავანადგუროთ სულ. Missile infantry at your command. ხო, აგებ შვილოსნებიც არიან და მეშურდულეებით. Now! Fire on the enemy! აქ ზურგში ვიღა და მიდგანა საერთოდ. ოუф. ამაზე ცხენოსნებით შეიძლება რომ მიუშვა. სულ დისტანციური ერთეულები ყავს დარჩენილი ბრძოლის. ხო. საერთოდ გაიქცნენ. О, Наши остались без снаряжения. ეხა შეუშვათ უკვე ჰოპლიტები. Orders! Hoplites ready! Engage! Spear infantry at your command. ერთი სექტორი აქედან, მეორე სექტორი აქედან. Advance! Spear infantry ready. Forward! Hoplites! At speed. Orders. აბა ხელჩართული ბრძოლის კადრები ვნახოთ. Hoplites! Ah, glory! Spear infantry at your command. At your service! მოვიგეთ.
მოძარცვოთ და როგორც გეგმავდი, რასაც გეუბნებოდით. ეხლა ზუსტად ავასრულოთ ისე. ეს შეგვიძლია პირდაპირ აღვადგინოთ. აქ რა გავაკეთოთ? საერთოდ ესე იგი ეფესო და როდოსი, ხო? აქ ეს დავანგრიოთ. აი აქ შეგვიძლია ერთნაირად ასევე ფლოტისთვისაც საერთო ის რო გავაკეთოთ რა. აქ ავაშენოთ მესამე აი ესეთი. ოღონდ აქ წესრიგს მე როგორ დავიჭერდო, როგორ დავაკავებ, ეგ არ ვიცი, ნახეთ უყურეთ. -4 უკვე მე იქნება -8. აი აქ ესეც რომ ბოლომდე აშენდება ეს -12-ს. მაინც ეჭერს ხოლმე მესამე დონეს. ესენი ხოლმე საკვებს დიდი არაფერი. და ესენიც მინუს, ანუ საერთო წესრიგს არ ტყავენ. ნახ დავიწყოთ უკვე ხო შენება, აი ამის. ამ შემთხვევაში ამის აქეთ. ხო, ეს დავანგრიოთ, აბა აქ თუ აშენდება მშრალი დოკი. ერთი ხომალდის ბლოკადაზე რო ამიყვანეს. ჩავძიროთ. ჩაიზირე როგორც ეთქობა წავიდა უკან. Stopping for now. ჩვენ არ თითქმის არანაირი დანაკარგი ამ შემთხვევაში, რაც როდოსია იყო, არ განუცდია. აქ ესენი ბლემებმა აიღეს. ამათაც გადავყლაპავ დიდი სიამოვნებით. ჩვენი მზვერავი გადმოვიყვანოთ წინ. დავაყენოთ ისე რომ ორივე ქალაქი ჩანდეს. At your command. To battle. ამ შემთხვევაში ვიღებს სინოფს პონტოს დედაქალაქს, რომლის აღებაც ადრე მინდოდა ერთ. Glory and ამ რიგი honor. პრობლემების გამო ვერ შევძლები. აქაც შეიძლება რომ პრინციპში. გაიგე ბატონო, ესეც დავშალო და ისე ანუ საკვებ ორტებად გადავაკეთო აქ არსებული ყველა ის. Ready for orders. It is an honor to serve. გამოტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი.
ომი გამოცხადდაო ტრაპეზუნტის პარტა, მასაგეტები ტრაპეზუნტი, რომი კირენაიკა, რომი კართაგენი და ედუების ახალიფ ედუებმა თავი გაითავისუფლეს. მე უფრო ვიტყოდი ხოლმე ეს. კულტურული ჰაბი. აქ ვაშენებთ ამას მესამეს და კიდევ ვაშენებთ არესის ტაძარს. ესია დაგეგმელი და მოკლედ. ნუ ხო აქ მშრალი დოკი არ შენდება მეგობრებო. აქ ეხლა ნახავ. ეს თუ მესამეზე ზევით ამაშენებინებს ვიდრე აქ არის აქ დავტოვებ. თუ არ ამაშენებინებს მაშინ ვანგრევ აქ ეფესოში ვაშენებ მშრალ დოკს და აქ ვაშენებ აი ამას მეოეს. და კლიანად გასამხედროებული რეგიონი მექნება. აქ გავაკეთებ ფლოტის შეკრებას, აქ გავაკეთებ ხოლმე არმიების შეკრებას. და აი აქვე ვიქნები და აქვე მექნება აი ეს ყველაფერი. დავარტყოთ ეხლა სინოპს. Laying siege to the settlement. მე დარწმუნებული ვარ. აი ეხლა ქალაქს ავიღებ, მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერი მეუბნება. წააგებო. არ შეუდიო. მომესულო რენდომი საკუთარ თავს. დაუცადოს ნისლიანი ამინდი არ გვინდა, მშვენიერი ამინდია და დავიწყოთ. ბალისტები. გავალაგოთ აი აქეთ წინ, ისევ მაქსიმალურად. შემდეგ ეს რანაირი ჰოპლიტები არიან, ტორაქსები, ჰოპლიტები, ცოტა უკან, მაგრამ საკმაოდ შორი ახლოს. გენერლის ჰოპლიტები და დაცვა. უკან და ამ შემთხვევაში აი ამ კავალერიით შეუდევს სადღაც იქით ფლანგიდან სიურპრიზს მოუწყობ. იმიტომ რომ ვიცი რომ ფლოტი ყავთ რომელსაც აუცილებლად გადმოსხავენ. ესენი რა ხალხი არიან, როგორ გამოიყურებიან ერთი ახლოდან მაინტერესებს რომ ნახო. საინტერესოები არიან, საკმაოდ სიმპათიურები. საკმაოდ. ზურგიდან, წინიდან, უგნიდან. ვიტყოდი რომ მეტი როგორ შეიძლება ისეთი ჯიგრები არიან რა. ყველაფერს აკეთებ რასაც ჩვეულებრივი სტანდარტული ჰოპლიტები. დავიწყეთ. და დავიწყეთ სროლით. წინა ხაზი აუცილებლად ჰოპლიტებით გავამაგროთ, იმიტომ რომ შემომიტევენ, გარეთ გამოსვლა შეეცდებიან. აგერ ფლოტი აქედან მოდის როგორც ფიქრობდი. აქაც ბარიკადებიც აუგიათ. მაგრამ დავასწრებ დარწმუნებული ვარ. საკმაოდ კარგი კავალერია ვყავ ასევე, ყველაფერთან ერთად. რა ეფექტურები არიან, ნახეთ უყურეთ რა. პირველი ზალპის მერე ერთი-ერთეული მთლიანად გააქციეს. საოცრება რა გინდა ახლა ხო პატარა ობეებიც ამ თქო გაკეთებული აქ ხო ამ შემთხვევაში უნდა ვითამაშოთ დასწრებაზე სანამ ისინი გადმოსხდებიან და რამეს იზამენ ჩვენ აქ ყველაფერს მოჩენილები უნდა ვიყოთ.
ერთი ის გადმოისროლეს ახლა ზურგში. არაფერი არ უშვებთ. კარგი ჩერჯი აქვს საკმაოდ. ამ ცხენოსნებსაც აიქცნენ. ეხლა მე ერთის მეშინია. ამათმა ჩვენც არ შეგვიშალო ხელი. დამათმა ბედერმა რა. Swift riders at your command. Riders on me. Riders advance. Commander. Forwards. Riders at the double. ცეც თუ დავიკავებთ ეხლა მოცემულ შემთხვევაში ამათი ფლოტის დესანტი რაც გადმოვა. საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ იზავს. Мы захватили точку победы. და დავამთავრებთ ყველაფერს ძალიან მალე. Citizen cavalry! Riders at the double. სულ რაღაც წუთები რჩება. Вражеский форт скоро будет нашим. რა თქმა უნდა, მოვიგეთ. თითქმის უდანაკარგოთ. ეს შეულებრივ გაუძარცვოთ და ამბრძოლა საერთოდ მე შემიძლია დავარქვა ძლევა ისაკვირველი და აკვირდით. ჩემი დანაკარგი არის ერთი მეომარი. ამათი 924. გაუძარცვოთ და ისე დავიკავოთ. 4463 ოქროს დინარი საკმაოდ დიდი რაოდენობის ხაზინა წამოვიღე ამ ქალაქიდან. და მოდი აი ეს არმია გავაძლიეროთ, ანუ მთლიანად არმიის ის ტრადიცია. ესენი აღვადგინოთ, ახ სავაჭრო ეს აღვადგინოთ, ეს დავანგრიოთ, ესეც აღვადგინოთ. მოკლედ მეგობრებო, ნახ ასაღები დაგვრჩა ამასია და ტრაპეზუნდი. At your command. Commander! ნახ მთლიანად დავიკავე პროვინცია და ესე ვაშინებ სამხედრო პროვინციას, როგორც გითხარით. ეხლა გამოვტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი. და ნელ-ნელა შეგვიძლია ჩვენც დღევისთვის ამ სერიაში დასასრულისკენ წავიდეთ.
კიდე ერთი გენერალი დაიკარგა. ეს არც ერთი აღარ არის ფაქტიურად გენერალი რა. სულ ყველა არიან. მეტნაკლებად პოლიტიკანები. უფრო. ვიდრე სამხედრო სკილები ამათ არა აქვთ. მოკლედ ეხლა რა მოხდა? რომ გავაანალიზოთ მოკლედ სინოპის ბრძოლაში. გამართმა თავისი ფლოტის, ხო, ხეთყის რესურსი დავითრიე კიდე რა. აი ეს ერთი. We hunger for battle. To battle! შეგვიძლია ჩავძიროთ კიდევ ერთი ტრაპეზუნტის ფლოტი. ნუ 68-67 ესე არ გვაწყობს. მაინც შეუტიოთ. დანაკლისი მეტნაკლებად ცოტა. გენერალი დაიღუპა. გენერალი დავკარგე. ვერ არის It is კაი an honor ამბავი. to serve. რა უშავრა. არ დამიკარგია. რა უნდა დაბო ვერ გავიგე. წამოვიდით ეხა ჩვენი მზერავი გადმოვიყვანოთ ამასიისკენ. ეხლა აქ სანაპირო პატრულირება ძალიან საჭირო გახდება, იმიტომ რომ დაჭირდება ამ ტერიტორიას ბოლომდე დაცვა. ესეც საერთო წესრიგს ურტყავს. ესენი საერთო წესრიგს ურტყავს. ხო, აქ წესრიგი ამ პროვინციაში როგორ მექნება მე არ ვიცი, მაგრამ მაინც ესე უნდა გავაკეთო რა, მოკლედ, ერთი სიტყვით. ესეც წესრიგს ურტყავს. ესენი საკვები მარტო ამათ მიიღწ ნახეთ. დანარჩენი ურტყავს წესრიგს უყოლა. ხო, გაი. ერთი გავაკეთოთ აქ კიდევ. როგორ გამოვიდა რა იქნება ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ რაც გულში მაქვს ამოჭრილი ის უნდა გავაკეთო. თან აუცილებლად. ვიფინია პონტო -17 ცოტა გადასახადები ავწიო 3468-მდე. არ გამოვას პროვინციებში ძალიან დიდი უწესრიგობები იქნება მერე. საერთოდ დავწიოთ რა მოდი. აი ესე. ეხლა მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ რომ გაერთიანებულ პროვინციებში და ერთი პროვინცია მაქვს ორი ქალაქი ვიდა და მექნება 5 სრული პროვინცია ერთად. დააგვირდით. მოკლედ გადავატრიალოთ კიდევ ახლა ერთი ნაბიჯი. და დღეისთვის თქვენის ნებართ თვითფასო მეგობრებო დავამთავრებ. და გავაგრძელოთ ყველაფერი უკვე მომდევნო სერიაში.
განმეორებითი მცდელობა ტრაპეზუნდელების და კიდე ერთი გენერალი დაიღუპა. მოკლედ რა. შენებლობები დამთავრდა. ამას რანგი აუწიოთ სევით. გადასახადები ძალიან დაუწიე 7 მაგ ფაქტიურად შემოსავალი. მაგრამ საერთო წესრიგისთვის ესია საჭირო. ეხა გამოიყვან გენერლებს და ვიღაცებს რომ აქ ყველა პროვინციაში ეკონომისტი გენერლები ვინც არიან საზოგადო მოღვაწეები ვაწიონ ყველა ის აქ მომემატა ისევ ნელ-ნელა ეს ხალხში საზოგადოებაში ნაზევი თავა ეს ისევ რეიტინგი ან მომხრეები და ეხლა მთავარია უბრალოდ მომდევნო სერიებში მეგობრებო პროვინციებში დავიჭირო წესრიგი ნებისმიერ ფასად დღეისთვის დავამთავროთ გვეყოფა რა ვიცი იმედია ეს სერია მოგეწონებათ იმედია რომ ეს კამპანია მოგწონთ და როგორც ყოველთვის იყავით მაგრად იყვარდეთ ერთმანეთი. იგი თამაშით საინტერესო თამაშები. თქვენთან იყო არის იქნება და ვახო. მომავალშიც იქნება რა თქმა უნდა.